აი ხა მინდა კიდე ერთი გავუშვათ ლოგიკა ესე დავარქვი მე გივით არ გამაძის ვიდეოა რომ გამოვიდა სროკიდან რა და ნახოთ ერთი რას ლაპარაკობს რა და ლოგიკას რა კონტექსტში ახსენებს რა თუ შეიძლება გავუშვით რა აუცილებლად დაიჭერს ინფორმაცია გააქვთ გივი რამდენადაც მე ვიცი თქვენ რამდენ ინფორმაციას არა ამას არ ვამბობ ამას არ ვიცი ძალიან სარწმუნოს აი რატომ მოხდა ღარიბაშვილის ან ლილუაშვილის დაჭერა ხომ არ მიგიღიათ რამე ინფორმაცია აი უბრალოდ ამას ეხლა ესე სწრაფად ვერ მოვყვები კი მაგ მაგრამ ნუ სასახსნელია ესე სწრაფად ვერ ვიტყვი ჩუბინიძეზეც ეხა ინფორმაციაზე დაყრდნობით კი არ გეუბნებით უბრალოდ ლოგიკა არის მათი ესეთი რომ ლოგიკაში მაგრად ჭედავენ რა ლოგიკაში მინდა მიმართო და ურჩიო ბატონ გივის რომ ესე ვთქვათ ის წაიკითხოს რა სოლომონ დოდაშვილს ურჩევ ძალიან მაგრად ლოგიკა ქვია სოლომონ დოდაშვილის თუ რა თქმა უნდა იცის საერთოდ და იციან ვინ არის სოლომონ დოდაშვილი და რა გაკეთებული საერთოდ საქართველოში რა და რა პიროვნება იყო საქართველოსთვის სოლომონ დოდაშვილი ამიტომ წაიკითხეთ ეს ლოგიკა და საერთოდ ლოგიკაში ვერანაირად ვერ ჯდებით რა ვერც სამომავლოდ ვერ თვლით ვერაფერს რა შეიძლება მოხდეს გეოპოლიტიკურ ამბავში მით უმეტეს რომ გეოპოლიტიკოსებად მოგაქვს თავი და პოლიტიკოსებად ვერაფერი ვერ გათვალეთ მოკლედ რა ამ წლების განმავლობაში და ჩაუჯექით ამ ლოგიკას და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი იმას მიიღებთ რა რომ გამოგადგება ცხოვრებაში რა ეხლა მინდა გავუშვა კიდევ ერთი სკრინი ისა რა ქვია ქალბატონი ნინო კასრაძის სკრინი მინდა გავუშვათ რომელიც იძახის რომ იმ პირობით თუ დაუშვით რომ ეს ხელისუფლება წავა დადგება ის ნანატრი დრო საქართველოს დრო როცა საქართველოში დაუბრუნდება განვითარების სწორგზას ანუ საქართველოს დაუბრუნდება განვითარების სწორგზას რა რას გულისხმობს განვითარების სწორგზაში და რა დაბრუნებაზე საერთოდ ლაპარაკობს ქალბატონი ნინო კასრაძე მე არ ვიცი ის კარგი დრო რომელ კარგ დროში რომელი განვითარების კარგი დრო იყო ეს ტერიტორიებს რომ კარგავდით ადამიანებს რომ ბოთლებზე ვსვავდით და ცოცხებზე ვსვავდით და ვაწამებდით ეს არის განვითარების კარგი დრო ამას გულისხმობთ დაბრუნებაში ეს დრო დაბრუნდება არ დაბრუნდება ეგ დრო გამორიცხულია რა რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში რა აი დიდი პატივისცემით თქვენს მიმართ რა თქმა უნდა მსახიობი ბრძანდებით და ან ყოფილი მსახიობი არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ამ იმაში ვერ გადაგეთანხმებით რომ რაღაც ესეთი დრო უნდა დაბრუნდეს საქართველოში რომელსაც ამ პერიოდში უკვე ავწდით და ის გენატრება რომ მთელი ესე ვთქვათ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ წამომჯდარი ამ ჩვენ ქვეყანაზე და ვისაც რავს უნდოდა იმ კანონს გვაღებინებდნენ და ცალფეხზე გვახტუნავებდნენ და ეს გენატრებათ ხო ეს არის იმ დროის დაბრუნებაში ამას გულისხმობთ ხო აბა სხვანაირად რა დრო უნდა დაბრუნდეს არ ვიცი ელემენტარულად ვერ ვიგებ ეგეთ რაღაცეებს რა